როგორ გადავახოთ შიშები და რისი შიში არსებობს. სინამდვილეში ჩვენ რო გონია გვაქვს კამერის შიშის უკან რამდენიმე სხვადასხვა შიში იმალება და ცალ-ცალკე თუ არ გადავჭერით, ჯამში კამერის შიშს ვერ გადავახოთ. პირველი არის კრიტიკის შიში, რა სიტყვიან ჩემზე. ევოლუციურად უნდა ავიღოთ, რატო გვეშინია რომ ვიყოთ განსხვავებული. რო გამაკრიტიკებენ და ვიქნები განსხვავებული და ვიდეოს გადავიღებ ხალხმრავალ ქუჩაში, რას იფიქრებენ ჩემზე. როდესაც ევოლუციურად ჩვენ ვიყავით განსხვავებული, პირველი რომ ტომიდან გაგვიყავდნენ და მეორე, როდესაც ვარ შავი ცხვარი თეთრ ფარაში, მარტივად შემომჩნევს მტაცებელი და მარტივი სამიზნე ვიქნები. ასე რომ ევოლუციურად დამალვისკენ გვიბიძგებს ჩვენი ეს შიში. როგორ უნდა ვუშველოთ? უნდა ვუთხრათ, რომ ეგ დრო აღარ არის, ვეფხვი აღარ მოგდევს. ყველაფერი კარგად არის, მაშინ ჩვენს მეორე ინსტინქტზე არავინ არ დაგატუსაღებს, ვერ მოგკლავთ და არავინ. და ამის გაცნობიერება ჩვენს ფიზიოლოგიას უჭირს და შეგვიძლია ვაჯობოთ ჩვენი ადამიანური ტვინით და განვითარებით, რომ დავაჯეროთ, რომ სინამდვილეში უსაფრთხოთ. გარდა იმისა, რომ ფსიქოლოგიურად გაცნობიერების ამბავია, რომ არავინ არ მომდევს, არის პრაქტიკული სავარჯიშოები, ისევე როგორც კუნთს ვავარჯიშებთ, ამას ქვია მედია კუნთის გავარჯიშება. პირველი, შეგვიძლია დავაძროთ ტელეფონი ხალხმრავალ ქუჩაში და თუ ჯერ ვიდეოს გადაღება გრცხვენია, შეგვიძლია დავურეკოთ ახლობელ ადამიანს. მე მაგალითად დავურეკე დედას თავის დროზე და აი ესე გამართული ხელით ესაუბრო და სხვები იფიქრებენ, რომ ხო, საუბრობს, ნორმალურია. ბლოგერი კი არ არის, საუბრობს უბრალოდ ადამიანი. ხდებით, რომ არაფერი არ მოგვივიდა, ყველაფერი კარგად არის. შემდეგ უკვე ჩვეულებრივ ვიდეოსაც ვიღებთ, ვამოწმებთ, რომ ნამდვილად უსაფრთხოდ ვართ. ანუ პრაქტიკაში ვაჩვევთ საკუთარ თავს. ახლობელ ადამიანებს და ასევე მომხმარებლებს შეიძლება სამუშაო გარემოშიც ვაგზავნით ვიდეო მესეჯებს. იმის მაგერად, რომ უბრალოდ დავწეროთ. 1 წამიანი, 30 წამიანი პატარა ვიდეოებით, პატარ-პატარა ჰანტელებს წევთ ჩვენი მედია კუნთისთვის. და აი ამასაც ვეჩვევით, რომ გავაგზავნეთ ვიდეო. რაც არ უნდა გეკრინჯებოდეს, ანუ ესპანურ სირცხულს ეძახიან, რომ სხვის ნაცვლად რომ გერიდება. უხერხულობისგან რომ თავი არ გინდა წაიღო. ამ ყველაფერს ქვია კრინჯი. კრინჯი ქვია. იდეალური შესატყვისია. უყურებ შენივე ვიდეოს. პირველ რიგში უყურებ მხოლოდ ხმას და შეგიძლია დადო და ვიზუალს არ შეხედო. რა მოგწონს შენ ხმაში, რა არ მოგწონს. ძალიან წრიპინა ხო არ ვარ, გამოთქმა ხო არ არის შესაძლებელი, უფრო ბოხი უნდა ვიყო, უფრო წვრილი უნდა ვიყო, უნდა შევანელო და ამაზე მუშაობს ნელ-ნელა. ეს არის მუდმივი განვითარების პროცესი. მერე პირიქით ვუთიშავთ ხმას და მხოლოდ ვიზუალს ვუყურებთ. მომწონს, არ მომწონს, რა არ მომწონს. თუ ამის შეცვლა შეიძლება, ხო არ შევცვალო. პირად განვითარებას. ანუ იწყებს საკუთარ თავზე მუშაობას. ზუსტად.